რო არ მოგიყვე არ შემიძლიან რა ერთმა ჩვენმა ახლობელმა ბიჭმა გააკეთა ტურისტული მარანი. ხო, ეხლა ამ სეზონით ვინ ხო ტრენდულია. კი, კაცო, რო რაღაცეები ჩააცხამ, უნდა გაასინჯო რაღაცეები, ისტორიები მოუყვე რაღაცეები, ხო, ქვევრი გახსნა. და ეხლა ამან ხო გააკეთა, ბიჭო, რაღაცეები ეხლა დეკორაციები დაკიდა იქ, სადღაც ნამგალი ჩამოკიდა იქ, პატარა ჭური დადგა, ქვევრი რაღაცეები და მეტი ეფექტის თვინ წავიდა და მშრალხიძე იყიდა ვიღაცა ჩიხტიკოპიანი ქალისა და ჩოხიანი კაცის სურათი. ხო. გამააკრა მარანში გამააცხადა ესენი პაპაჩემი ბაბოჩემი არიან დიდი პაპა ბაბო და ის ტურისტები მოდიან ეს ისტორიებს უყვება რაღაცეებ აქეთ იქით და მამამისი შაღონდა კაცო შვილო გავიგეო რომ აი ვიღაცა ხალხ მალოცინებ ყველა მოსვლაზე ესეც ხარ გაადა და ეს ტურისტები რომ აბა თქვენი პაპაბების ხსოვნა იყო ესეც ცრემლი გაიდის აბა ხსოვნა იყო რაღაც ვაივიში გაიდის სამკაც და ამოვიდა ყეჭი ჯო გავიგეო რომ აი ხალხ მალოცინებ ვიღაცეებ ვაფშე არ ვიცნობ შეგაი ადამიანო შენაო კაცო ეს ხალი თურმე ძალიან მახინჯია იქაც არა უშავრა რა და მაინც აკიდლობდიო და ლამაზი მაინც წემეგეღო იმ შრალი ხიდი და ლამაზ ხალი არ იყო იქა რო წემეგეღო გამოგვეკრა გემეგვეკრაო კაცო როგ არ იყო მამი მაგრამ ლამაზები 20 ლარი ღირდა ეს 5 მამცე იყო